უშიშროებისათვის არასასურველი სასულიერო პირი ვერ დაწინაურდებოდა ილია ბარამიძე. ვაგრძელებთ საუბარს საბჭოთა უშიშროების მაღალჩინოსანთან მწერალ ილია ბარამიძესთან. ბატონო ილია, რედაქციაში შემოვიდა რამდენიმე შეკითხვა საბჭოთა უშიშროების კომიტეტისა და რელიგიურ გაერთიანება და ურთიერთობების შესახებ. მათ შორის ასეთი შეკითხვაცაა, თანამშრომლობდნენ თუ არა სამღვდელოების წარმომადგენლები უშიშროების კომიტეტთან. თუმცა სანამ ამ კითხვას უპასუხებდეთ, იქნებ გაგვერკვია საკუთრივ თქვენი დამოკიდებულება რელიგიასთან. ღვთის წინაშე ტყუილს ვერ ვიტყვი, განსაკუთრებით ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსები გუშინ რო ხატებს წოვდა და დღეს კონიუნქტურული მოსაზრებებით ღრმად მორწმუნე გახდა. ფაქტია, მე არ ვიცავ რელიგიურ დოგმებსა და მარხვას, არ მყავს მოძღვარი, თუმცა ზოგჯერ ეკლესიაში შევდივარ, სანთელს ვანთებ და პირჯვარს ვიწერ. ვიცი ლოცვები და შელოცვები, რაც ჩემი ღრმად მორწმუნე ბების დამსახურებაა. საგულისხმოა ისიც, რომ დედაჩემის ბაბუა პავლე კუპრაძე შემოქმედის ეკლესიის მღვდელი გახდათ. საქართველოს გასაბჭოებისთანავე შემოქმედის ეკლესია დახურეს და ჩემი წინაპარი გამოაძევეს. შეურაცხყოფა და ტაძრისგან მოწყვეტა ვერ გადაიტანა და მალევე გარდაიცვალა. ტაძრის ეზოში დაკრძალეს სერგო ორჯონიკიძის ნებართვით. გამოდის, რომ სულიერი მოღვაწის შთამომავალი ეკლესიასთან აქტიურად მებრძოლი ორგანოს თანამშრომელი გახდით? როდესაც მე უშიშროების კომიტეტში დავიწყე მუშაობა, რელიგიის, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა თითქმის ჩამცხრალი იყო. ადრე კი მართლაც საშინელებები ხდებოდა, როგორც იცით, რუსული მართლმადებლური ეკლესიის პატრიარქი ტიხონი ჩეკისტებმა ბოლშევიკური ცეკას დავალებით დახვრიტეს და ათასობით მღვდელი თუ ეპისკოპოსით ზედ მიაყოლეს. უშიშროების ყოფილმა გენერალ-პოლკოვნიკმა ვოლკოგონოვმა თავის წიგნში „ნეიზვესნი ლენინი“ შეიტანა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის რეზოლუციები რუსეთის გუბერნიებიდან კრემლში შემოსულ მოხსენებებზე, რომლებშიც დახვრეტილ სასულიერო პირებზე იყო ანგარიშები. დახვრიტეთ და ჩამოახრჩვეთ რაც შეიძლება მეტი. შექმნით შიშის ატმოსფერო, წერდა ლენინი. ზოგჯერ კი ჰუმანისტი ბელატი გუბჩეკას იმ უფროსების დასჯასაც ითხოვდა, ვინც მისი აზრით ცოტა მღვდელმსახური დახვრიტა. რამდენად გაგრძელდა ეს სადამსჯელო ვაქხანალია? ლენინის სიკვდილის შემდეგ მდგომარეობა ცოტათი განიმუხტა, ალბათ გავლენა იქონია სტალინის სასულიერო განათლებამ, მაგრამ რეპრესიები ჯერ პოლიტიკურმა ზეწოლამ, მოგვიანებით კი რელიგიურ ორგანიზაციებზე მეთვალყურეობამ შეცვალა. საგულისხმოა ერთი გარემოებაც, ქრისტიანულ რელიგია ჯერ კიდევ მონათმფლობელურ საზოგადოებაში ჩაისახა, ფეოდალურ და კაპიტალისტურ ფორმაციებში განვითარდა და ყველა საზოგადოებას მოერგო. ვერ მოერგო მხოლოდ ლენინურ სოციალიზმს, რადგანაც ეს უკანასკნელი ისტორიის ანომალია გახდათ და ქრისტიანული ეკლესია მზად არ აღმოჩნდა მასთან სათანამშრომლოდ. მერე კი ალბათ მოერგო და თანამშრომლობდა კიდეც, არა? დიახ, შემდეგ ქრისტიანულმა ეკლესიამ ვეღარ გაუძლო სატანურ ძალთა ზეწოლას და ერთგვარი ქამელეონური პოზიცია დაიკავა. თანაც ბიბლია გვასწავლის, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგან არის ბოძებული და მორჩილებისკენ მოგვიწოდებს. არ ვიცი, მღვდელმთავრები როგორ ამართლებდნენ თანამშრომლობას წითელ ანტიქრისტეებთან, მაგრამ თავად კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ სამღვდელოების სახით არასაიმედო, მაგრამ მაინც მოკავშირე იპოვეს კომუნიზმის მშენებლობაში. ამიტომ იყო, რომ ეკლესიათა ბევრი წინამძღოლი სიამოვნებით იღებდა საბჭოთა ორდენებსა თუ სიგელებს, ძირითადად მშვიდობის განმტკიცებისა და ხალხთა მეგობრობის საქმეში მიღწეული წარმატებისათვის. ამან გამოიწვია ის, რომ საბჭოთა კავშირში მოგვიანებით მართლმადიდებლური, კათოლიკური და მუჰამადიანური კონფესიები მხოლოდ თვალთვალის ობიექტები იყო და მათ წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები აღარ ტარდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, სოციალიზმის ლენინურ პერიოდშიც იუდეველთა, კათოლიკეთა და მუჰამადიანთა სალოცავებს ნაკლებად ანგრევდნენ. ძირითადი შეტევა მართლმადიდებლობაზე იყო. რადგან ბოლშევიკები იდეურად მასონთა მონათესავენი იყვნენ, მასონები კი მოგეხსენებათ მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები არიან. რა საშუალებებით ხორციელდებოდა თვალთვალი? ამბობენ სამღვდელოების წარმომადგენლები უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ, ხოლო მღვდელმთავრება დაწინაურება ამ თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელი იყო. იმ ხანად რესპუბლიკებში ფუნქციონირებდნენ სახელმწიფო კომისიები და თავიანთი რეგიონალური განყოფილებებით თითქოს და რელიგიური კულტების ხელშემწყობისა და დაცვის მიზნით. სინამდვილეში კი მათზე ზედამხედველობის განსახორციელებლად. ჩვენ ახლო ურთიერთობა გქონდა ამ კომისიებთან და საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლო სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო ზემოქმედება მოგვეხდინა კონფესიურ ცენტრებზე. რაც შეეხება სამღვდელოთა საეკლესიო კარიერას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველი პირი ვერ დაწინაურდებოდა. მას შესაბამისად, თქვენთვის სასურველი სასულიერო პირები აგენტები იყვნენ? საბჭოთა კავშირში არსებული ოფიციალური რელიგიების მართლმადიდებლური, კათოლიკური, მუჰამადიანური მოღვაწეთა შორის აგენტურის ყოლა დასაშვები იყო, მაგრამ არა აუცილებელი. თანაც სარისკო და ნაკლებ ეფექტურიც გახდათ. მღვდელი მაინც მღვდელია. მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობითა და დეფორმირებული, ჩვენი გაგები დეფორმირებული ფსიქიკით. ჭეშმარიტად მორწმუნე კაცი, სხვაგანად კი მღვდლობას რა აზრი ჰქონდა, ჩვენს დავალებებს ვერ შეასრულებდა. ამას ეკლესიასთან დაახლოებული თუ კავშირში მყოფი სხვა ადამიანები უკეთ შეძლებდნენ. თანაც უკვე მოგახსენეთ, ოფიციალური რელიგიების მოღვაწეობა აშკარა გამჭვირვალე იყო. არავითარი ფარულის რახვები მათ მაშინ არ ჰქონიათ.
რამდენადაც ცნობილია უშიშროებაში სპეციალურ განყოფილებაც კი იყო, რომელიც რელიგიას კურირებდა. დიახ, იყო ასეთი განყოფილება, რომელიც ძირითადად არაოფიციალურ რელიგიურ გაერთიანებებს ანუ სექტებს შეისწავლიდა. უშიშროების დამუშავების ობიექტები იყვნენ შემდეგი სექტები: 50-იანელები, სახარებისეული, ქრისტიან ბაპტისტები, ბაპტისტ რასკოლნიკები, იეჰოველები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, შაბათოსნები, ხლისტები და სკოპცები. მათგან თავიანთი რეაქციული ბუნებით გამოუყოფდა იეჰოველებს, 50-იანელებსა და სკოპცებს. ყველა ჩამოთვლილი კონფესია ხლისტებისა და სკოპცების გარდა დასავლური წარმოშობისაა და ყოველთვის იმართებოდა საზღვარგარეთული რელიგიური ცენტრებიდან, რომელთაც ხშირად უცხოეთის სპეცსამსახურები აფინანსებდნენ და თავიანთი მიზნებისთვის იყენებდნენ. ეს გაერთიანებები უცხოეთის დაზვერვისა თუ იდეოლოგიური სამსახურებისათვის ნამდვილი აგენტურის ბაზაა. ამის შესახებ სექტების გულუბრყვილო და ტვინ გადაბრუნებულმა რიგითმა წევრებმა შეიძლება არაფერი იცოდნენ. დაზვერვაში არსებობს ასეთი ტერმინი: მუშაობა სხვისი დროშის ქვეშ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რომელიმე რელიგიური სექტის ნიღბით საზღვარგარეთიდან შესაძლოა იმ ან სრულიად სხვა ქვეყნის დაზვერვა მოგვეულინოს. კონკრეტულად რის მიმართ იჩენენ ისინი საქართველოში ინტერესს? თქვენ ფიქრობთ, დაზვერვებსა და სხვა სპეცსამსახურებს სხვათა ტერიტორიებზე მხოლოდ ტანკებისა და თვითმფრინავების რაოდენობა აინტერესებთ? იარაღი დაპყრობის ხანა წავიდა. დღეს უიარაღათაც შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის ხელში ჩაგდება, ფულით ან სხვა საშუალებებით. სხვა საშუალებებში სწორედ საზოგადოების გადაგვარება, პაციფიზმის დანერგვა, ეროვნულ თუ სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე უარის თქმა იგულისხმება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან სექტანტები და განსაკუთრებით იეჰოველები. რისთვის სჭირდება ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩვენი ტანკების დათვლა ან ტერიტორიაზე შეიარაღებული დესანტის გადმოსხმა? თუ ორასიო და იეჰოველი შეძლებს საქმის ისე მოწყობას, რომ ხელში იარაღი არავინ აიღოს. როგორც თქვენ ამბობთ, დასავლურ სპეცსამსახურებს შეუძლიათ გამოიყენონ და მართონ დასავლური წარმოშობის სექტები, იეჰოველები, 50-იანელები, ბაპტისტები. რამდენადაც ვიცით, ხლისტები და სკოპცები რუსული წარმოშობის სექტებია. თუ არის შესაძლებელი, რომ ისინი გამოიყენონ რუსეთის სპეცსამსახურებმა? რამდენადაც ვიცი, საქართველოში ხლისტებისა და სკოპცების სექტები არ ფუნქციონირებს, თორემ ჩვენი სპეცსამსახურები გადაულახავი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ, რადგან მათი რიგებიდან აგენტურის გადმობირება ან აგენტთა გარედან შეგზავნა თითქმის წარმოუდგენელია. ხლისტების რიტუალები ბინაში ტარდება, მლოცველები ხშირად ერთმანეთის ნათესავები არიან, საშინელ გარყვნილებაში მონაწილეობენ, რომლის დროსაც და-ძმას არ არჩევს და შვილი ბებიას. მათი რწმენით ადამისა და ევას ცოდვა არც ისე დიდია, რომ გულწრფელ მონანიებად ღირდეს. ამიტომ საზარელი ცოდვა უნდა ჩაიდინო და მერე მოინანიო. ნეტარება ხომ სწორედ ცოდვათა მონანიებაშია. რაც შეეხება სკოპცებს, ისინი დიდ ცოდვად მიიჩნევენ ნებისმიერ სქესობრივ ურთიერთობას. ამიტომაც ხშირად ლოცვის ექსტაზში სასქესო ორგანოებს იჭრიან და უფალს სწირავენ. ასეთი ფანატიკოსების გადმობირებაზე ხოლ ლაპარაკი ზედმეტია და მით უმეტეს გარედან შეგზავნა, რადგანაც არც ერთი აგენტი არ ისურვებს მათ გარყვნილ ორგიებში მონაწილეობას, მით უმეტეს სასქესო ორგანოების შეწირვას. რაც შეეხება რუსული სპეცსამსახურების მიერ მათ გამოყენებას, ეს არ არეალურია, რადგან მათ თვით რუსეთშიც იჭერენ და ციხეში სვამენ. მსგავსი ანომალია იეჰოველებს არ ახასიათებთ? ასეთი არა, მაგრამ სექტანტი იეჰოველის ცხოვრება სიკვდილისათვის უფალთან შეერთებისათვის მზადებაა. თუ რომელიმე წევრს შეატყობენ, რომ იგი იმდენად განიწმინდა, რომ მზადაა უფალთან შესახვედრად, თვითმკვლელობისაგან უბიძგებენ, ხოლო თუ განწმენდილს თვითმკვლელობისათვის ნებისყოფა არ ყოფნის, სხვა მორწმუნენი წაეხმარებიან. თუ ასეა, რა იწვევს სექტანტთა მომრავლებას და გავლენის ზრდას საქართველოში? უპირველესად ჩვენი ხელისუფლების ანტიხალხური პოლიტიკა, მოსახლეობის სიღატაკე და ხელისუფლებისადმი რწმენის დაკარგვა. სექტანტები კი უხვად ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან. ფრიად საგანგაშოა რწმენის დაკარგვა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან გაჩაღდა ეკლესიათა ინტენსიური მშენებლობა, ხალხის სულიერებას ეს არ დასტყობია. ჩვენი სასულიერო მოღვაწეები მრევლისათვის უპირველესად თანამდებობის პირები არიან, რომელთან ურთიერთობაც მხოლოდ ეკლესიის კედლებშია შესაძლებელი. ხოლო იეჰოველები დღემუდამ ხალხში მუშაობენ, ოჯახებში დადიან, რელიგიურ მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ ეწევიან. მათი რწმენით ეკლესიად ითვლება ყველა ადგილი, სადაც ღმერთზე საუბრობენ. ჩვენს ეკლესიას სერიოზული რეფორმა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძღვრები ვერ მოიშორებენ მათთვის მიკერებულ აგენტთა რეპუტაციას. და რა შეიძლება მოხდეს ყოველივე ამას? არ არის გამორიცხული, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დაიშალოს ცალ-ცალკე ეკლესიებად. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ქართველი მართლმადიდებელი მრევლის გადაბირებაზე მუშაობენ არა მარტო დასავლური მიმართულების სექტანტები, არამედ ქართული მართლმადიდებლობიდან გამდგარი სხვა გაერთიანებებიც. რამდენიმე წელია საქართველოში ფუნქციონირებს რუსული ძველაღმსარებელი ეკლესია ეპისკოპოს მეუფე იონას ხელმძღვანელობით და რუსული ძველაღმსარებელი ეკლესიის ლოცვა კურთხევით, რამდენადაც ვიცით, თვით მეუფე იონაც
მღვდელმთავრად რუსეთში აკურთხეს ძველახსარებელმა სტაროვერულმა მღვდელმთავრებმა. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ინტერესების დევს. ამდენად სახელმწიფოც უფრო აქტიურად უნდა იცავდეს მას, რასაც ხელს უშლის რელიგიის შესახებ კანონის არ ქონა. კონსტიტუციაში დაფიქსირებული დებულება აღსარებლობის თავისუფლების შესახებ და დასავლეთის ქვეყნების ფული არ უნდა გამოურიცხოთ, რომ ეკლესიის ნგრევას ვიღაცები ხელისუფლებიდანაც ლობირებენ. თორემ რატომაა, რომ ეკლესიაში ჯერ კიდევ ანტიქრისტე კომუნისტები იცავდნენ, ხოლო დღევანდელ ეროვნულ სამართალდამცავებს ღვთის ანაბარა ჰყავთ მიტოვებული. მაინც რა უნდა ქნას სამართალდამცავებმა, თუნდაც თქვენთვის ერთდროს მშობლიურმა უშიშროების სამინისტრომ, რომ სექტანტთა ეს ბაქხანალია შეაჩერონ. უნდა მოიქცენ ისე, როგორც წარსულში კომუნისტები ექცეოდნენ მათთვის არასასურველ ორგანიზაციებს. მათი და ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებებთან ბრძოლის ნაცადი საშუალებები აქვთ. მაგალითად გახსნა კომპრომეტაცია, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დოკუმენტირება და სასამართლოსთვის გადაცემა. დარწმუნებული ვარ, უშიშროებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ მოპოვებული და დოკუმენტირებული მასალები ბევრად უფრო ძლიერი და საყურადღებო იქნებოდა, ვიდრე ბატონ გურამ შარაძის მიერ მოძიებული მასალებია. და მაშინ იქნებ მაინც შეაწუხოს სინდისმა ჩვენი რეფორმირებული სასამართლოები და ღმერთი და სატანა ერთმანეთისგან გაარჩიონ. თქვენ ფიქრობთ, ქართული სპეცსამსახურები ამ დესტრუქციული ელემენტების წინააღმდეგ არ მუშაობენ? იქნებ მუშაობენ კიდეც, მაგრამ შედეგები არ ჩანს. ასე რომ ან არ მუშაობენ, ან ძალიან კარგად მუშაობენ. ღმერთმა ქნას ეს უკანასკნელი იყოს. ეზაუბრა დავით ხუროშვილი.